მოგესალმებით. არ ვიცი, თან მეც გაუგნებული ვარ. ბევრი კომენტარი და ბევრი კითხვა წავიკითხე. სამწუხაროდ ამ ხელა აგრესია საიდან მოდის, თქვენგან არ ვიცი. და ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ პროექტი რო დავტოვე, ვისაც ცუდი განწყობა ქონდა, იმანაც დაწერა, რომ ვაიმე რა ცუდია და ეხა ისევ რაღაცა ძალიან ცუდი აგრესიით წამოხვედით ჩემს მიმართ, რაც ვფიქრობ, რომ უარგუმენტოა თან, იმიტომ რომ აი კომენტარებს ვკითხულობ ხოლმე, რომ ჩაწყობილია რაღაც უსამართლობა და რაღაცები და გინება და მსგავსი რაღაცები, ეს თქვენ გაუზრდელობაზე მეტყველებს და მოცლილობაზე. რაც შეეხება იმას, რომ მე დავბრუნდი X ფაქტორში და ჩემ კიდე პრინციპებს, რომ იქ ჩემ პრინციპებზე საუბრობენ, ამ ყველაფერზე გაგცემთ მოკლედ პასუხს, იმიტომ რომ ვფიქრობ, სხვა უკვე აქტუალური თემა აღარ არის. პირველი მე და მიშო ელიავა დავბრუნდით პროექტში, დაგვაბრუნეს და რატო და როგორ ეს არის წესი, როცა თავისი ნებით მიდის პროექტიდან ადამიანი, ნახევარფინალისტი ბრუნდება. ამ შემთხვევაში ორი ვიყავით ნახევარფინალისტი და ამიტომ დაგვაბრუნეს. ამაზე გავეცდით პასუხი. შემდეგი არის ის, რომ მე პირადად რატო დავბრუნდი და რატო მოვედი და თურმე რაღაც პრინციპებს გადავახტი, პრინციპებს არ გადავახტი. საკმაოდ პრინციპული ადამიანი ვარ, თუმცა X ფაქტორში პრინციპი რა შუაშია ვერ ვიგებ, როცა მღერი ხარ და პერფორმანსს აკეთებ. დავბრუნდი არა იმიტომ, რომ გავიმარჯვო და არასდროს არ ყოფილა ამ პროექტში მოსული, რომ პირველ ადგილზე ვიყო და გავიმარჯვო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაც გადავიტანე, ძალიან ხშირად აუთსაიდერებში ვიდექი, ბევრ ფსიქოლოგიურ დატვირთვას გაუძელი, აქედან გამომდინარე ეგეთი ის რომ მქონდეს, რომ მაინც გავიმარჯვო და რაღაც ცოტა სხვანაირი მიდგომა მექნებოდა, თუმცა კიდევ ერთხელ გეუბნებით, ბრუნდები, იმიტომ რომ კარგი შოუ გავაკეთო, კიდევ ერთხელ ვიმღერო და ისევ თქვენ გასიამოვნებთ. თუმცა თქვენგან ისეთი აგრესია და კომენტარები მოდის, რომ ძალიან სამწუხაროა, რომ შენივე ქვეყანაში ესე გიდგებიან მომღერალს, რომელიც ისევ მათუმღერი, არ ვიცი რის გამო ეს გვარის გამოა თუ რის გამო ვერ ხვდები, თუმცა ძალიან დიდი აგრესია აქვთ ადამიანებს და უარგუმენტოდ თვითონაც არ იციან რატო უბრალოდ ერთმა თუ თქვა რომ სოფის ვერ ვიტან, იქ 200 წერს რომ სოფის ვერ იტანენ, თუმცა ვერ ამბობენ რატო, უბრალოდ ვერ იტანენ და ვერ მიტანთ. არა უშავს. ხშირად არის ხოლმე რომ ვერ იტანს და მე გიყვარდება. შემდეგ უკრაინის X ფაქტორზე ვიტყვი, რომ მართალია მიმიწვიეს და არა როგორც მონაწილედ, არამედ საპატიო სტუმრად და ეს უკრაინის X ფაქტორი დაიწყება, შემდეგ ერთ-ერთ ლაივზე ჩავალ და ვიმღერებ როგორც სტუმარი. ბევრი კითხვა იყო იმასთან დაკავშირებით, რომ მებოს გადაწყვეტილებაზე რას ვიტყვი და მებოს გადაწყვეტილებაზე მე ვერაფერს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ეს მისი გადაწყვეტილება იყო. ყველა ადამიანს აქვს თავისი უფლება, როგორც უნდა ისე მოქცეს, თუმცა ძალიან გული მწყდება და ძალიან სამწუხაროა, რაც მან გადაწყვიტა. და რა შემიძლია გითხრათ, ძალიან ბევრი კითხვები აქვს, ისეთი მაგრამ თითქმის ყველა ერთ და იგივეა ამ პროექტში წასვლა დაბრუნებაზეა საუბარი და ისე ვიტყვი და გავიმეორებ, რომ კიდე ერთხელ გეუბნებით, ბრუნდები იმიტომ, რომ უბრალოდ კიდევ გავაკეთო პერფორმანსი და შოუ დავდგა და ვიმღერო. მართლა სიმღერის გამო ბრუნდები და გაქვთ ესეთი წარმოდგენა, რომ რაღაც სპეციალურად და რაღაც არ არის ეგრე. რაც შეეხება ნიუ-იორკზე მკითხეს და მე პროექტიდან გამოვარდი, დავბრუნდი, თუ რა მოხდება ორშაბათს, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ მე მაინც მივდივარ. აქედან გამომდინარე, ესეთი მიდგომითაც მივიქნებით, იმიტომ რომ მაინც მივდიოდი აქამდეც და ამის მერეც მაინც მივდივარ. ზოგი მილოცავს და წერი აქვს, რომ უხარიათ, ძალიან დიდი მადლობა, ვისაც გიხარიათ. და კიდე რა ვიცი. აქ არის
ლანძღვა არ არის საჭირო. ნუ ერთი პიროვნება იყო აქ, რომელმაც რა ვიცი, რაც კი გინება იცოდა, მგონი ყველაფერი ამომიტრიალა, თუმცა ეს რა ვიცი, და შენ თუ გახარებს, გაიხარე, მაგ გინებით შეგიძლია ბევრი წერო. აუ შენ იცი მონაწილეობას კიდევ ვიტყვი, რომ არ ვიღებ X ფაქტორში უკრაინაში, სტუმრად ვარ მიწვეული, როგორც ქართველი მომღერალი. ხო, და აქ წერენ, რომ და საერთოდ ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვისო. ზოგადად მეც ესე ვფიქრობ, რომ მნიშვნელობა არ უნდა გქონდეს, ვინ გაიმარჯვებს. ჩემთვისაც არ აქვს მნიშვნელობა. კიდევ ერთხელ ვიტყვი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ პროექტში დავბრუნდი, იმიტომ რომ ჩემ ვიდეოები კიდე მოიმატოს, იმიტომ რომ ეს მჭირდება და იმიტომ რომ ვიმღერო და კიდე ერთი პერფორმანსის შოუ გავაკეთო, ისევ თქვენთვის და ისევ თქვენთვის. ჩემი საყვარელი გულშემატკივრებისთვის, რომლებიც წერდნენ, რომ ძალიან ეწყინათ, რომ X ფაქტორი დავტოვე და საკმაოდ დიდი რაოდენობა იყო მათი. თუმცა, აი, უცბად რადიკალურად იცვლება ხოლმე თქვენი მიდგომა X ფაქტორში ისევ რომ დამაბრუნეს, რაღაცა უცბად ისევ აგრესია. უბრალოდ ვერ ვიგებ და ვერც გავიგებ უარგუმენტოდ ამ ხელა აგრესიას, არავინ არ მქაჩავს, არანაირი ჩაწყობილი მე არ მაქვს, ჩაწყობილი რომ მქონდეს, ამდენჯერ აუთსაიდერებში არ ვიდგებოდი, ეს მგონი ლოგიკურია და პროექტსაც არ დავტოვებდი. ასე რომ თუ არ მოგწონთ ჩემი ნამღერი, არავინ გაიძულებთ რომ ნახოთ ის ვიდეო ან და კომენტაროთ, თუმცა ისე ვიტყვი, ძალიან სამწუხაროა, რომ შენივე ქვეყანაში, შენივე ერი ესე გექცევა, იმის გამო, რომ ხარ გვარად რა გვარიც ვარ, სააკაშვილი და ამ ხელა აგრესია რატო გაქვთ ვერ ვიგებ, რაღაც სხვა გვარის რო ვიყო, არ ვიცი, რა რეაქცია გექნებოდათ. ვერ ვიგებ, ანუ დისკრიმინაცია ხდება ჩემი თქვენ და მე, იმიტომ რომ არ ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ეს რასიზმია, არა იმიტომ, რომ ფერი მაქვს კანის, არამედ იმიტომ, რომ რაღაცა აგრესია გაქვთ და თქვენ თვითონაც ვერ გაგიგიათ, ჩემს მიმართ რატო გაქვთ ეს აგრესია. ჩემ ანტიფანებს ვეტყვი, რომ დიდი მადლობა ყველა იმ კომენტარისთვის, რასაც წერთ, იმიტომ რომ ეს მაძლიერებს. თუმცა თქვენ ვფიქრობ, რომ დროს კარგავთ ამ ყველაფერში, იმიტომ რომ ეს ჩემზე დიდ გავლენას არ ახდენს პირიქით. და ვინც ჩემი გულშემატკივარია და მართლა უხარია და ხედავს ჩემ ლაივებს და სიამოვნებს, ძალიან დიდი მადლობას გადაუხდი და რა ვიცი, შეგიძლიათ კიდევ ერთხელ ორშაბათს ნახოთ ჩემი პერფორმანსი და კიდევ ერთხელ ისიამოვნოთ უბრალოდ, მეტი სხვა არაფერი, ეს არის და ეს. ამიტომ დიდი თხოვნა იქნება, რომ ესეთი აგრესიით ნუ მოგვიდგებით ნურს მე და ნურს მიშოს, იმიტომ რომ ეს ჩვენ ძალით არავის არ მივარდნილვართ და ჩვენ ძალით არავის არ დაუბრუნებივართ. პროექტში რაც მოხდა, აქედან გამომდინარე მოხდა ეს ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა. სიმღერებს რა სიმღერი ვერ გეტყვით, თუმცა ერთი სიმღერა არის იქიდან რაც უკვე ვიმღერე და გვიყურეთ ორშაბათს და ისიამოვნეთ ფინალით, მართლა საინტერესო ფინალი იქნება.